უკვე მეორე მასშტაბური კორუფციული სკანდალი უკრაინაში ჩხრეკები და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება მაღალჩინოსნებისა და დეპუტატების სახლებში. დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად ტარდება ოპერაცია სახელწოდებით Forest Camp, რომლის ფიგურანტებს შორის სახელდებიან პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრა, რომელიც უკვე გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ასევე მოქმედი და ყოფილი დეპუტატები და პრეზიდენტის ოფისის მაღალი თანამდებობის პირები. საუბარია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული $3 მილიონ მეტი თანხის გათეთრებაზე. ამ სკანდალსთან ერთის ერთი თვის მოხსნილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის რეზონანსული ვიდეო მიმართვა, რომელშიც მიხაილო ფედოროვი უკრაინის სამთავრობო სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და ომის პირობებში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრა ერთ-ერთია მათ შორის, ვის ოფისში დღეს ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებლები შევიდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მუდრა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია, რომელშიც ასევე შედიოდნენ ყოფილი დეპუტატი, სახელმწიფო ბანკის, სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი და სხვები. საქმე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული $3 მილიონზე მეტი ლეგალიზაციის მუხლითაა აღძრული. გამოძიების ვერსიით თანხა კიდევ ერთი კორუფციული საქმის, მიდასის ფიგურანტის გათავისუფლებისათვის გირაოს გადასახდელად გამოიყენეს. სკანდალის ფონზე ზელენსკიმ ირინა მუდრა დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მაღალი დონის კორუფციის აღმოსაფხრელად ჩატარებული სპეციალური ოპერაციის ფარგლებში გამოავლინეს პირთა ჯგუფი, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზაციას და უზრუნველყვეს ეს პროცესი. საუბარია 150 მილიონ გრივნაზე ნაღდი ფულის სახით, რომელიც გამოძიების ინფორმაციით რამდენიმე ფიქტიური კომპანიის ანგარიშის გამოყენებით ლეგალურ ბრუნვაში გაუშვეს, რათა ერთ-ერთი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრისთვის ეგრეთ წოდებული მიდასის საქმეზე გირაო გადაეხადათ. უკრაინის ანტიკორუფციულ ორგანოებში არ დაუსახელებიათ ის პირი, რომლის გირაოს გადასახდელადაც თანხა დანაშაულებრივი სქემით იყო მობილიზებული. თუმცა გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებზე დაყრდნობით სავარაუდოდ საუბარია უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ გერმან გალუშენკოზე, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მიერ ჩატარებულ ოპერაცია მიდასში ფიგურირებს. ამავე საქმის ფიგურანტი არის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც, რომელსაც ეჭვმიტანილის სტატუსი 2026 წლის მაისიდან აქვს. უკრაინაში აგორებული მორიგი კორუფციული სკანდალის ფონზე ქვეყნის მმართველობის სისტემაში პრობლემებსა და კორუფციულ შემთხვევებზე ალაპარაკდა უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი. მისი თქმით, ომის დროს კორუფცია უპირველეს ყოვლისა აზიანებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას და ხშირად მას ადამიანები ეწირებიან. ფედოროვმა თავის მიმართვაში ასევე ისაუბრა ომის პირობებში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზეც. ომის დროს კორუფცია სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. მშვიდობიან დროს მოპარული ფული ნიშნავს უარეს გზას, საავადმყოფოს ან სკოლას. ომის დროს მოპარული ფული შეიძლება ნიშნავდეს დრონს, რომელიც არ შეიძინეს, საბრძოლო მასალას, რომელიც არ ჩამოვიდა, ელექტრონულ საომარ სისტემას, რომელიც არ არსებობდა, მანქანას, რომელმაც დაჭრილების ევაკუაცია ვერ მოახდინა. დემოკრატია არ შეიძლება რუსეთის მძევალი იყოს. ჩვენ სწორედ იმიტომ ვიბრძვით, რომ გსურს თავისუფალი ევროპული სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ სამართლებრივი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს განაახლოს სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი, თუნდაც გაჭიანურებული ომის შუაგულში. არჩევნებისთვის თავის არიდების საბაბად ომის გამოყენებაში კიევს 2025 წელს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადანაშაულებდა. საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ მზადაა არჩევნების ჩასატარებლად, თუ უკრაინის მოკავშირეები პროცესის უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფდნენ. უკრაინის ხელისუფლებაში ასევე ამბობენ, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში კენჭისყრის გამართვა შეუძლებელია და კანონით აკრძალულია. გარდა ამისა, ამ კონტექსტში უკრაინის პრეზიდენტი ახსენებს ქვეყნიდან გაქცეულ მილიონობით უკრაინელს და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის 20% ოკუპაციასაც. უკრაინელების ნაწილი არჩევნების ჩატარების მომხრეა, თუმცა ამის რეალურ შესაძლებლობას ვერ ხედავს. მათ შორის არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ და აქციებს მართავენ. მე ვერ ვხედავ არჩევნების ჩატარების გზას. სურს, მაგრამ ვერ ვხედავ. აქ ყველაფერი შესაძლებელია. მინდა მჯეროდეს, რომ ეს მოხდება, რადგან არ ვიცით, როდის დასრულდება ომი და ჩვენი მთავრობა კარგავს რეალობასთან კავშირს. ჩვენ გვჭირდება მთავრობის განახლება. ბოლო გამოკითხვებით უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფედოროვი იმ სამ უკრაინელ პოლიტიკოს შორისაა, რომელსაც მოქალაქეები ყველაზე მეტად ენდობიან. ის ნდობის რეიტინგით უკრაინის პრეზიდენტსაც უსწრებს. ივლისში მიხაილ ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ბრიტანული Financial Times-ი წერდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილს, ზოგიერთ მაღალჩინოსანს და დეპუტატს, მიაჩნია, რომ ფედოროვი წარმოადგენს ბარიერს იმ პირთა ინტერესებისთვის, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტიდან პირადი მოგების ნახვა სურთ. ამის გამო კი ყოფილი თავდაცვის მინისტრი გავლენიანი
ფიგურებისათვის მტერი გახდა. უკრაინული მედიის ნაწილი ქვეყანაში დღეს აგორებულ სკანდალსაც ფედოროვს უკავშირებს და ამბობს, რომ ანტიკორუფციული ორგანოები ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ დეპუტატებზე და ახალი თავდაცვის მინისტრის დამტკიცების პროცესი შეეფერხებინათ. მიუხედავად ამისა, უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს თავდაცვის უწყების ახალ ხელმძღვანელად ევგენი ხმარა დაამტკიცა.